დღეს დმანისში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქალაქში გვაქვს უპრეცედენტო ერთობის მაგალითი ხალხის და ეს მინდა იყოს გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა და ამიტომ ახანემ ეს ერთობა დავინახე რომელი ერთობითაც ჩვენ ვაიძულებთ ემპათია დაკარგულ ხელისუფლებას ვაიძულებთ რომ ხალხი ჭკუაზე სიარული დაიწყოს სამართლიანი არჩევნები ჩანიშნოს უკანონო პატიმრების გაათავისუფლოს ეს ერთობა ამას შეძლებს აუცილებლად და რახან მე ეს ერთობა დავინახე და ეს ნაპერწკალი დავინახე დიდი იმედით ამ იმედით შევწყვიტე შიმშილი და გაძლიერებულ დმანისელებთან ერთად აუცილებლად გავაგრძელებ და შეუერთდები საერთო პროტესტს თავარ ეპიცენტრს რუსთაველის გამზირს და აი ეს თაფლიანი წყალია ჩემი შიმშილის ეწყვეტის სიმბოლო. აუცილებლად უნდა გკითხოთ ამ პროტესტთან დაკავშირებითაც, რომელიც ახსენეთ 70 დღეა უწყვეტად ხედავთ ადამიანების ერთობლივ ეროვნულ ბრძოლას თავისუფლებისთვის რეჟიმის წინააღმდეგ. გითხარით, რამდენად მნიშვნელოვანი არის პატარა ქალაქების როლი ამ ბრძოლაში? ამ 70 დღიანმა უწყვეტმა პროტესტმა და მუხტმა ჩვენს გადმოგვედვა ეს მუხტი რეგიონებს და ეხლა ჩვენ ვცდილობთ ეს მუხტი აქ რეგიონებში გავაღვიოთ და ისევ დაუბრუნდეთ თავარ ეპიცენტრს და ერთ დღესაც ძალიან ბევრი ხალხი მე მჯერა ძალიან ბევრი ხალხი ერთად მყისეთ და მშვიდად დავდგებით და ეს ჩვენი ერთობა ჯერჯერობით მუშაობს და სანამ ეს იარაღი მუშაობს ხელისუფლების წინააღმდეგ აუცილებლად უნდა დროულად გამოვიყენოთ.